ბაღში გააგრძელონ. საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი გაუქმებული ბაღების აღდგენას ითხოვს. ხიდაშელმა დღეს სოფელ გუდანში გაუქმებული საბავშვო ბაღის შენობასთან ბრიფინგი გამართა და პარტიის ახალი ინიციატივა გაახმაურა. მისი თქმით, ბაღების გაუქმების გამო მშობლებს ბავშვების ტარება სხვა დასახლებებში უწევთ. მისივე თქმით, თბილისში ბოლო წლების ბაღების შენობების ნაწილი გაიყიდა, ნაწილი კი გაუქმდა. მუნიციპალური ბაღების გადატვირთულობის მიზეზიც ეს არის. ხიდაშელი ითხოვს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობას მიმართოს ინიციატივით საბიუჯეტო ცვლილებების შეტანის შესახებ, რომ თბილისში უფუნქციოდ დარჩენილი ბაღების შენობების რემონტისთვის თანხები გამოიყოს და აღდგეს გაუქმებული ბაღები. ხიდაშელი მთავრობას სახსრების მოძიებასაც თავაზობს. თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით კი მერია მუშაობს კრიტერიუმებზე, რითაც 1 სექტემბრიდან მუნიციპალურ ბაღებში აღსაზრდელების მიღება მოხდება. მიმართავთ თბილისის მერიას, რომ 1 სექტემბრამდე დიდი დროა დარჩენილი, სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მთელ ქალაქში ყველა საბავშვო ბაღი, რომელიც აი ესეთ მდგომარეობაშია, ან ამის მსგავს მდგომარეობაშია, გარემონტდეს, შეიძინონ საჭირო ინვენტარი, დავასაქმოთ დამატებით პედაგოგები, იმისათვის, რომ თბილისელ ბავშვებს პრობლემა არ ქონდეთ 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღში წასვლის. მე აპრილის ხტომაზე საკრებულოში მიშევვალ ინიციატივით, ორშაბათს უკვე ოფიციალურად გავაგზავნე ამ ინიციატივას, რომ განვიხილოთ ხტომაზე, აპრილის ხტომაზე, წინადადება თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ, იმისათვის, რომ შესაბამისი დაფინანსება გამოიყოს ყველა საბავშვო ბაღი.